ყულულა და სამი დათვი. ერთ დიდ დაბურულ ტყეში ხის კოხტა მყუდრო სახლი იდგა. სახლში სამი დათვი ბინადრობდა. დიდზე დიდი მამა დათვი, საშუალო ზომის დედა დათვი და მათი პატარა ბელი. ამ სახლში ყველაფერი სამი ზომისა იყო: დიდი, საშუალო და პატარა. სკამი იქნებოდა საწოლი თუ სხვა რამ ნივთი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჭურჭელიც კი სამი ზომის ჰქონდათ. პატარა ბელი პატარა ჯამიდან ჭამდა ფაფას, დედა დათვი საშუალო ჯამიდან, ხოლო ვეებერთელა მამას ჯამიც ვეებერთელა ჰქონდა. ერთ დღეს დედა დათვმა მთელი ქოთანი გემრიელი ფაფა მოხარშა და ჯამებში ჩაასხა. ფაფას ისეთი მადისაღმძვრელი სუნი ასდიოდა, ერთი სული ჰქონდათ სუფრას როდის მიუსხდებოდნენ. უხრა ქაფქაფა, თქვა მამა დათვმა. ჰო, ესეა ცეცხლიდან გადმოვდგი. ახლავე რომ შევჭამოთ, სამივეს ენა დაგვეთუთქება. აღყვა დედა დათვი. მოდი ცოტა გავიარ გამოვიაროთ. ტყეში კენკრა შევაგროვოთ და ამასობაში ფაფაც გაგრილდება. იპოვა გამოსავალი ბელმა. დედ მამას შვილის აზრი ჭკუაში დაუჯდა. მაშინვე კალათებს წამოავლეს ხელი და ტყეს შეერივნენ. არ გასულა დიდი ხანი რომ დათვების სახლს ერთი პატარა გოგონა სახელად ყულულა მიადგა. ყულულა იქვე ახლოს სოფელში ცხოვრობდა. დიდი მოუსვენარი გოგო იყო და ტყეში ხშირად მარტოდ დაეხეტებოდა. ახლად სახლიდან გამოპარულიყო და სულაც არ ადარდებდა დედა რომ ღელავდა. ყულულამ სახლი ინტერესით შეათვალიერა. ჯერ ფანჯარაში შეიხედა, მერე გასაღების ჭუჭრუტანაში შეიჭყიდა და რა კი ნახა რომ შინ არავინ იყო, გაბედა და კარის სახელური ჩამოქაჩა. კარი გაიღო და ყულულამ ოთახში შეაბიჯა. რა ლამაზი სახლია, მომწონს აქაურობა. ამიერიდან აქ ვითამაშებ, დაასკვნა გოგონა და ოთახი ინტერესით მოათვალიერა. უცბად მაგიდაზე სამი ჯამით ფაფა დაინახა. გოგონას ძალიან შიოდა. ამიტომაც არც კი დაფიქრებულა, ისა მიირბინა ყველაზე დიდ ჯამთან და ფაფას გემო გაუსინჯა. უხრა ცხელია! წაიბუტყუდა და საშუალო ჯამი მიიჩოჩა. საშუალო ჯამში ფაფა უკვე გაცივებულიყო და გემო დაჰკარგუოდა. ყულულამ ერთი კოვზი კი შეჭამა, მაგრამ არ მოეწონა და ახლა პატარა ჯამს მიადგა. პატარა ჯამში ჩასხვლილი ფაფა ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც გოგონას უყვარდა და მანაც მადიანად მოულხინა. სულ მოუთქმენლად ამოსულიყა, წვეთიც არ დაუტოვებია. ჭამას რომ მორჩა, გაიფიქრა. მოდი ცოტას დავისვენებო და ყველაზე დიდ სკამზე ჩამოჯდა. უირაუ ხეშია! დაიწონა მაშინვე და საშუალო სკამზე გადასკუპდა. ოჰო, ეს რა რბილია! წაიბუზღუნა და ახლა პატარა სკამისკენ გადაინაცვლა. პატარა სკამი ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც ყულულას უყვარდა და გაღიმებულმა მოიკალათა. სამწუხაროდ იმ სკამისთვის გოგონა საკმაოდ მძიმე ბრძანდებოდა. წუთიც არ გასულა რომ სკამი ჩატყდა და ყულულა იატაკზე დაებერტყა. გაბრაზებული გოგონა ბუზღონით წამოდგა და ზედა სართულზე საძინებელში ავიდა. იქ სამი საწოლი იდგა: დიდი, საშუალო და პატარა. ყულულა ჯერ დიდ საწოლში ჩაწვა. უირა სიმაღლეა, აქ ვერ მოვისვენებ. აბუზღუნდა და მაშინვე საშუალო საწოლზე გადაბრძანდა. ვაი, რა მსიგანეა! არა, არც ეს მომწონს. ამოიხნეშა და ბოლოს პატარა საწოლს მიადგა, რომელიც ზუსტად მისი ზომის გამოდგა.
აი ეს კარგია. დაამტკნარა ყულულამ. წამოწვა და მალე ტკბილად ჩაეძინა. ამასობაში დათვებმა ბლომად კენკრა შეაგროვეს. ისე ირნეს, იბაჯბაჯეს და ბოლოს იფიქრეს. ჩვენი ფაფა უკვე საკმარისად გაგრილდებოდაო. ჩაკიდეს ხელი ერთმანეთს და შინისაკენ გამობრუნდნენ. ოთახში შეაბიჯეს თუ არა, მიხვდნენ რომ სანამ შინ არ იყვნენ, იქავრებას ვიღაც დაჰპატრონებოდა. ვინ გასინჯა ჩემი ფაფა? იკითხა მამა დათვმა. როგორც კი თავის ჯამში კოვზი დაინახა. ვინ გასინჯა ჩემი ფაფა? იკითხა დედა დათვმა. როცა თავის ჯამშიც კოვზი დაუხდა. მე ვინ შემიჭამა ფაფა? შეჰყვირა პატარა დათვმა და ასლუყუნდა. შეხედეთ, ერთი ნამცეციც არ დაუტოვებია. მოდი აქავრობა მოვათვალიეროთ. დაუპატიჟებელი სტუმარის შორს ვერ წავიდოდა, თქვა მამა დათვმა და ოთახში გაბაჯბაჯდა. მაშინვე შეამჩნია, რომ მის სკამზე ბალიში არასწორად იდო. ჩემ სკამზე ვიღაც მჯდარა, დაიბუხუნა ნაწყენმა. ახლა დედა დათვმა დაინახა, რომ მის სკამზე ბალიში სულ დაჭმუჭნილიყო. მერე ჩემთან გადმომჯდარა. წყენით თქვა მანაც, მერე ჩემთან და სკამიც გაუტეხავს. წამოიძახა გაბრეზებულმა ბელმა. მოდი ერთხელაც მოვძებნოთ, თქვა მამა დათვმა. ნახოთ ერთი კიდევ რა გაგვიფუჭა. სამივენი ჩამწკრივდნენ და კიბეს ფეხაკრეფით აუყნენ. შევიდნენ საძინებელში და რას ხედავენ? დიდი საწოლიდან ბალიში ჩამოცურებულა. საშუალო საწოლზე საბანი აბურდულა და დაჭმუჭნილა. პატარა საწოლში ოქროსფერ ყულულებიანი პატარა გოგონა მოკალათებულა და უშფოთველად ძინავს. აქ რა ხდება, რა ამბავია? ერთხმად დაიღრიალეს დათვებმა. ყულულამ გაიღვიძა და გულგახეთქელმა გოგონამ თავზე წამომდგარი დათვები რომ დაინახა, თვალები დააჭყიტა და პირი დააღო. ოღონ კივილზე დრო არ დაუხარჯავს. თვალის დახამხამებაში წამოხტა, იშვირა ფეხი და ფანჯრიდან გადახტა. კიდევ კარგი, ფანჯრის ძირას დიდი ფუმფულა ბუჩქი იყო და იმაზე დაეცა, თორემ აუცილებლად მოიტეხდა რამეს. გოგონა მაშინვე წამოხტა და შინისაკენ ისეთი სისწრაფით გაქანდა, ფანჯრასთან მდგარმა დათვებმა თვალიც ვერ შეასწრეს. არიჯავრო შვილო, შენი სკამი ხვალვე შევაკეთოთ, უთხრა ბელს დედა დათვმა. და როცა გარეთ გავალთ, კარის ჩაკეტვა არ დაგვავიწყდეს, დასძინა მამა დათვმა. ცოტა ფაფას ვერ მიწილადებთ? ძალიან მშია, ითხოვა ბელმა. დათვები ხვნეშა-ხვნეში ჩაბრუნდნენ სასადილო ოთახში და მაგიდა შემოუსხდნენ. ყულულა ჯერაც კისრის ტეხით გარბოდა და თან თავის თავს ტუქსავდა. ახია ჩემზე, დედას რომ სახლიდან გავეპარე, უარესის ღირსი ვარო. დასასრული. არ დაგავიწყდეს, გამოიწერეს პატარა ჟირაფის არხი.